ჩვენ შოუში განსაკუთრებული სტუმარი ყავს, მან თქვა რომ უბრალოდ როგორც ტელეწამყვანი ისე წარმედგინა, მაგრამ ვერ გამოვა ეგ ამბავი, ასე უნდა წარმოვადგინოს საქართველოში მთავარი იუმორისტული შოუს წამყვანი ვანო ჯავახი. ხმალი არა ხუმრობების ნაკრები ესე გადახურული ეგრეთან რომ მიმიღო სამსახურში ეგრე გააკეთეს რა ვიცი აბა რა მიშოს ხალხ შეიძლება და ბოლოს ესე მეთქვა დაუბრალოდ შინაური ჩვენებური კაცი პირველში მადლობა უთხრათ რომ პატივი დაგდო არ არის ქართული სატელევიზიო შოუები გათამამებული და განებიურებული არ მასენდება სადმე სტუმრობით იყოს საერთოდ არა გადაცემებში ყوار ნამყოფი რამდენიმეში კი ფოტოშორის ძალიან კარგია იცი მაგრამ შეთვის რომელი უფრო კომფორტულია ხა როცა შენთან მოდიან სტუმრები მასპინძლობა თუ სტუმრობა არა სტუმრობა ტელევიზიაში სტუმრობა არ უყვარს სტუმრობა ცხოვრებაში ცხოვრებაში მიყვარს სტუმრობა, მაგრამ ისე რომ აი ძალიან გადართული ვიყოს. ისე როგორ სტუმრობა. თუ გერიდება მოშინაური. თქვი როგორია, სხვასთან რომ მიდიხარ შოუში და სხვების საქმე არის, რაღაცა პონტი გააკეთონ და შენ შეგიძლია იჯდე და ისაუბრა. სუპირიქით ხარ ხოლმე. სუპირიქით ხარ ხოლმე. ხო არა, იცი რა არის, მაგალითად ითხოვენ ხოლმე, რომ აი რაღაცა განსაკუთრებულად გამორჩეული უნდა ვიყოს, როცა სტუმრად მივდივარ. ხო, ანუ ჩვენც ეგ მოთხოვნა. გადამწყვეტა. ანუ ესე იგი. ვანიკომაც ამიტომ აგარჩია სტუმრად. ერთი ეგ და მეორე ვიტყვი რომ სეხნია. მოიცა, ერთი ამბავი უნდა ვკითხოთ. ოქროსვანო გადაეცა? ოქროსვანო მივეცი წინა წელს დათოლი კადას, იმიტომ რომ გამორჩეული იყო, გამორჩეული კაცი არის. მაგარი ინსტიტუტული ოქროს კაცი, ოქროსვანო. ოქროსვანო მაგქონდა რა, ანუ ერთი სიტყვით რო გითხრათ რომ ეს ტრადიცია თქვენს თუ გექნებათ მე აი მომავალში ოქროს სტუმარი ან ოქროს ჩვენ ძალიან ბევრი ოქრო დაგჭირდება სამი თავი თუ გადავე ან ჯობი ერთი პეტერე ოქროს კაცი იყოს სამი თავი ოქროვილი იყოს მოოქროვილი არ არის პრობლემა სამთავიანი ოქროს კაცი სამთავიანი ოქროს კაცი მოსულა შევთანხმდით აი სამთავიანი ოქროს კაცი ყოლდეს აუცილებლად მე მომწონს კარგი არის კი რა ვიცი აი ეხა როგორ გაატარე? ეხლა ჩვენ დღეს მონოლოგში ქონდა თემა როგორ დავისვენეთ, რომ საკმაოდ უცნაური იყო, განსაკუთრებული პირობები არის, ინერციით მაინც წინაწელი მოყვება. შენ როგორ გაატარე? როგორ შეხვდა? არაჩვეულებრივად გავატარე. რა თქმა უნდა, ასე თუ არ არაჩვეულებრივად გავატარე, ახლა ეს ხო იწყებენ ხო? ასე უნდა დაიწყო. აი არაჩვეულებრივად, ესე იგი მე 1 იანვრიდან მოყოლებული 25 იანვრამდე აბსოლუტურად ყველა გადაცემა ვნახე. მაგ რეჟიმში ყველა ნამსხვარი დააგებია. ხო ისე მეგობრებო, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე რო იცოდეთ, ესე ისვენეთ რა. მე ჩვენ ერთმანეთს ვიცნობ სადღაც 17-18 წლის ასაკიდან და დასვენება არის მისი ესეთი რა. როდესაც სტუდენტები ვიყავით, ну რა თქმა უნდა მისი განუყრელი ნივთი იყო ტელევიზორი, რომელიც სახში ქონდა, ელექტრონიკა იყო, ხო მგონი? თუ ივერი, რომელიც რუსული ძველი რო იყო. ფოტონი ედგა. და მაშინ ამ ტელევიზორს არ ქონდა პულტი, მაგრამ ვანოს ქონდა კარგი დივანი, საიდანაც შეგვეძლო წამოწოლიყავი და ტელევიზორისთვის გვეყურებინა გვეცქი რა. მაგრამ გადასართავად წამოდგომა არ ჭირდებოდა. ბამბუკის გრძელი ჯოხი ქონდა, ყოველთვის იყო. ბამბუკის გრძელი ჯოხი ქონდა და ეს წითელი ღილაკები რო ქონდა, ეგ არ არის? წითელი ღილაკები, აუ. ასე რომ ყველა გადაცემას პირველი ღილაკიან ტელევიზორი მე მქონდა. ჩვენ თუ გვიყურებთ. დამსახურებად. თავარ ბიჭებს უყურებ. მოგწონს. კი, იმიტომ რომ კადრის უკან დგავარ და ყოველთვის. უნდა ყველაფერი ნანახი. უფიქრებული აი მაშინ ის ვითხარი, ანუ რომელია გადაცემა შეგვი საყვარელი. საყურე. ხალისო თუ არ ხალისო ძალიან მიყვარს, აი ჩემი მეუღლეს და მეთანხმება დაბალი ხარისხის გადაცემების ყურება. ანუ მათიცება დაბალი ხარისხის არ ხერხ. ძალიან დაბალი ხარისხის გადაცემების ყურება მიყვარს, იმიტომ რომ აი ძალიან ხალისო. ანუ აი კონკრეტულად ვერ დავასახელებ რაღაც გადაცემებს, მაგრამ აი ამასაც აი იმის იქეთ რო აღარ არის. ძალიან დაბალი ხარისხის საინტერესო მიყვარს და იმეს აი მე თვერთობი რა, ანუ არის მაგალითად კიდე აი მაგალითად რომელი ვიღაცა არხი უშვებს ხოლმე ქართულ ძალიან დაბალი ხარისხის ფილმს, ანუ აი როგორი ვანო რაღა დაგიმალოთ ესზე გადაღებულ რაღა დაგიმალოთ და იუმორისტი კაცი ხო ისე როგორი ამბავია იუმორისტი ადამიანი რაღაც ამბები ეგ რამე ხოხმები მოაქვს რაღაც ხოხმები მაგრამ სანამ მიდი რა ვიღადაო ხო მაგრამ სანამ ხოხმები ანუ ეხა კაი ჩვენთან გადაცემაში ხარ და მაგიტო გეუნები აუ ვაიცა რა ბიჭო ვანო ჯავახიშვილი ყავს თუმრა ვიღადაო ესე კონდე კი არ გეყოლება რაღაცა ბიჭო
შენ შემოგელი რეალურ ცხოვრებაშიც ეგრეა ხოლმე რომ შენგან სულ ელოდებიან რომ რაღაც უნდა იხუმრო ისე ხო არა პრობლემაა ხანახანა ზოგადად ეხა დიდ სუფრებზე სიარული არ მიყვარს იმიტომ რომ ზუსტად მაგას ელოდებიან რომ აი რო რაღაცა სუფრის ბოლოდან რო გეძახის რაღაცას ხო ხდები მე მომისმენია დაახლოებით 30 მეტრიანი სუფრის ბოლოდან მოყოლილი ანეკდოტი მიკროფონის გარეშე შემოგევლებ მოყოლილი ანეკდოტი და აქ და უნდა ციცილით გახდე აბა როგორ არის იცი 30 მეტრიდან ალავერდების ძალით და მადლით მოდის რა ვერ გაიგონე ხო მიდი რაღაც ამბები გაიხსენე რა ამბები გაიხსენე სადამო მე ძალიან მიყვარს შენ რო გახსენდება ხოლმე აი ჩემთვის დავიწყებული ამბები აი შენი სტუდენტობის ამბები გაიხსენე ისე თქვენი სტუდენტობის გაიხსენე რაღა მარტო შენი ბარემ სულ ერთად გაზრდილები იკითხავ და გვიპასუხებს იუმორში საიდან მოხვდა ამ სფეროში და საიდან აკეთებს მე გეტყვით რომ მან სანკას თამაშობდა ხო და ყველა მის თემა ქვეყანა მიდი რაღაცები გაიხსენე შენ გიყვარს ველი ამბები პირველთა საზრიანთა კლუბში მოეწყვე ამისი ნაცნობობით თუ შენ არა მომაწყო აი ამან რიგოლია მითხესო მანსაკალის ის არისო ხო არ კლუბში ხო არ გაწევრიანდებიო და სად არის და ნუ 200 მეორე აუდიტორია ესეთი დაქანებული აუდიტორებია ხო იცი და სავსეა ეს გუნდი ყავს რა გუნდი ყავს დიდი გუნდი ყავს ესეთი და შევედი და ესე მაგიდაზე ესე რა ეს რაც ადი ხა თავისებური ელოდება რა ეს მალადოი ტიპები შემოდიან ათვალიერებს და ფეხებს აქანავებს ხო ესე აქანავებს ფეხებს და მე მიგიღოთ ერთი 30 კაცი ყავდა გუნდში და ბოლოს დავრჩით 3 ვიყავ 3 დავრჩით კასტინგი გაიარე გრიგოლი აუ გეხვეწე გავიარე აუ აი საბავი მოყევი რა რომელი აი მე გთხოვე გამბავი მოყევი რა ეხ ბოლოს 4 დავრჩით რომ მაგეთ თამაშებზე როგორ დავდიოდით რა სვაკეთებდით და ერთად რო ანუ ერთი ჩვენ უფულო ხალხი ვიყავით რა ანუ ჩემპიონები კი ხვდებოდით მაგრამ ნუ დიდით დეკანატი დიდად არ გვეხმარებოდა რა ვერ გვეხმარებოდა 5 ჯერ თუ რაღაცა გავხდით ჩემპიონი და უნივერსიტეტისგან მქონდა სულ 20 ლარი აღებული ისე ჯიბიდან მოგცა ხო და ერთადერთი ფული რაც მქონდა მაშინ სამარშრუტო ტაქსი იყო 50 თეთრი ღირდა და ნუ სულ ყველას გვედა 50 თეთრი მე ფული არის რა სახში დასაბრუნებელი ხაღალდის ფულს იშვიათად ეხებოდა ფინალი მაღლივიდან პირველ კორპუსამდე ხო უნდა ჩამოსულიყავი და ეხლა ფინალი ქონდა რა ანუ ფინალი უნდა მოვიგოთ რა მე მახსოვს რაღაც ისეთი სცენარი დავწერეთ რომ ზოგადად რეკვიზიტები არ ქონდა ხოლმე რა და მაგრამ ისეთი სცენარი დავწერეთ რომ დიდი რეკვიზიტები მოუწია რა ანუ შირმა ხო იცი შირმა ორად რო იხსნება ეს რომ გააღო და საკეთამდე ეს არ ქონია არასოდეს არ ქონია გაიღებო და გამოვიდოდით შევიდოდით დაიკეთეთ დაფაროს იმ ხო ეგეთი აი ეს შირმები ქონდა აკიდებული შირმები რაღაცა გამოჭრილი ფიგურები რაღაცა სცენარი ქონდა ის ხო რაღაცა უნდა ჩაგვეძი და პირველ კორპუსში ტროლეიბუსით აში ავზიდეთ ესენი ანუ მარტო ჩვენ ვიყავით რა რეალურად ხალხი აღარ იმატებდა ხალხი და პირველ კორპუსთან რომ გაჩერდა ჩამოვზიდეთ ეს დიდი რეკვიზიტები ეს ავისხით და 10 თეთრი არ ქონდა გადავაგდეთ გადავაგდეთ ის გოლი არა ვერ მე მახსოვს დიდი კარდონები და ემებით როგორ გადავრბოდით ჭავჭავაძეზე და ის გოლი როგორ გვაგიდა თავარი იყო თესეუს დაცულ ტერიტორიაზე შეგვესწრო რა და იქვე ძეგლით რომ მიხეს ვერ დაუშვა მძღოლმა ალბათ რომ და იმან ვერ დაუშვა იმან იფიქრა რომ ეხა გამორიცხული იყო ეს ყველაფერი იყო ერთი 100 ლარის მაშინ დროისთვის რომ გადაგეზიდა და 10 ეხა ხო მინიმუმ გადავიხდით 10 ტროლეიბუსის რომ ჩამოვზიდეთ დაგველო და კიდე წლები ან არაჩქარი მოიდგინე რა ჩვენ უკვე ეს დადგმული ქონდა ისის ნარეპეტიციები ქონდა ტროლეიბუსთან როგორ უნდა მოვტეხილიყო პალეტი მივეცით და კიდე ერთხელ მოვიგეთ ხო კი ის თამაში მოვიგეთ ეხა შეიძლება მე გეტყვი ამის დასვენებაზე ხო იყო საუბარი კიდე კარგი როა დამოვისვა რა ამის დასვენებაზე არ ხუმრობ მართლა ეგრეა ესე ისვენებს რა ადამიანი ანუ მუშაობს ტელევიზიაში და ისვენებს ტელევიზორთან რა ნებისმიერ ოჯახის წევრს. ანუ ზოგადად მე ესეთი მიდგომა მაქვს, როცა ტელევიზიაში მუშაობ, ტელევიზორს უნდა უყურებ. რა თქმა უნდა, იცოდეს საზმუშაო. რა თქმა უნდა, ასე უნდა, მაგრამ ასევე უყურებს ტელევიზორს. როდესაც ვისვენებით ხოლმე, ხო გემდა შეიძლება სულთა ჰაერზე წავიდეს დასასვენებლად სადღაც, მაგრამ არსად არ წავა სადაც ტელევიზორი არ არის რა, უნდა დაჯდეს ტელევიზორთან და იქ უნდა დაისვენოს სულთა ჰაერი. ერთი ზამთარიც არის გადავწყვიტეთ რა, ბიჭებმა რომ წამოდით რამდენიმე ჩვენი ამ შაბათის შოუდან წავედით ბაკურიანში დასასვენებლად და წავედით ბაკურიანში, ავიდით, ანუ წამოვიდა რამდენიმე ვართ რა, ასული
გასასვლელი. ავედით დავბანაკდით ახლა ეგ ვინებში რაღაც და ეს ზის რა თქმა უნდა უკვე პულტია ბამბუკის ჯოხი აღარ ჭირდება. პულტი აქ ჩაუჯდა ტელევიზორს და უყურებს ახლა რა ხდება და ჩვენ ასოჩ გავედით გარეთ შემოვედით ბაკურიანში ავედით. ანუ ადე რა გამო გარეთ გავიდეთ შე ყველა გარეთ ავართ გამოდი გავე. რა მინდა გარეთ შეჩე. არა გინდა გარეთ გავე. გარეთ რა მინდა თოვლია შე. ბაკურიაში. ბაკურიანში ვარ. გარეთ რა მინდა შეჭება თოვლისთვის ვარ წასული. ხო და გამოთოვლია მე რა თოვლია მაგისთვის გავდივარ და მაიც არა ფეხში ჩამეყრება. აი ეგეთი დასვენება აქ. გარეთ რა მინდა? აი ეგრე ისე. მოდი ახლა დასვენებაზე კი ვესაუბრეთ და. ხوار გადავიდეთ საქმეზე ხوار გადავიდეთ. რამე თამაშები გაქვთ? როგორ არა? ეს სპეციალურად შენსის ტელევიზორის ხვარულები მაცად. ტელევიზორიც გვექნება ამას ყველაფერს ლიდერბეთის ოთახში დაგელაპარაკებთ და წამოდი. ავიდე. ან თამაშს ბატონო ვანო ხვიან მოდი პირობითად დავარქვათ გამოიცან ფრაზა. ფრაზა გაჟღერდება ცნობილი, ყველასათვის ცნობილი ფრაზა, უბრალოდ იქნება დაწვრილებული. აი ეს ეფექტში გატარებული. ან ცნობილი ადამიანების ფრაზები. გინდა ცნობილი ფრაზა იქნება. ჩვენ ყველამ ვიცით ეს ფრაზა. გუნდებათ ვართ დაყოფილი, მე და ნიკო, შენ და ილო. ილო, ხო, მას შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ თქვენი აპლოდისმენტების ფონზე. და გავუშვათ პირველი ხმა ფრაზა. ყურადღებით. დასწრებაზე ვართ. მანი სოციალურ მე ჯერ არ ვარ და პირველი დღეა დაცვის საკანონმდებლო ორგანოში შემოვა ბიჭი საერთოდ აქამდე არ ვიცოდი ხო? ამაზე კომპეტენტური ვერა ვარ, ამას დავიცნობია უკვე. ბიჭო პოლიტიკოსი. ელისა ბოლქვაძე. რა ელისა ბოლქვაძე. პარლამენტში გამოვიდა და ის თქვა, ქვია კაცო, მარკეტებშიო, ამდენი ხალხი არის. საკანონმდებლო ორგანოში რომ მოვედი, ეს გავიგე. ხო. აუ, ძალიან სასაცილოდ კი ჟღერდა და დაიცა ეხლა სულ პოლიტიკოსები თუა, ეხლავე ვაპროტესტებ. წაგებული მაგაზე ვარ შეთანხმებული. გაუშვათ ორიგინალი, თუ შეიძლება, თუ არა ვარ მართლა. აბა გაგვიჟღერეთ. სოციალურ მე ჯერ არ ვარ გარე პირველი დღეა. დაცვის საკმარისია, მადლობ. შემდეგი დაწვრილებული სახით. ფულები ითვალეთ. 1-0. ფულები ითვალეთ. რა გინდა, რა თემსახურება, შენ რა თემსახურება, რაღაცა ჩხუბია. პოლემიკას. ყველაფერს გვიგებს. მოგვიგებს. გრიშა უნია. არა. მელიას და გუბაზის ჩხუბია. გუბას მეკეთი ხმექდება ვიტავი. რა თამაში მოიფიქრეს? რა გინდა მართლა რა თემსახურება შენ რა გავიგეთ, დავიჯერეთ. გეგმა რა არის, გეგმა? გეგმა რა გაქვს? გეგმა ესე სერიოზული კონკურენციაა. დავიწყოთ შემდეგი, დავიწყოთ კერდა. სუსტები ხარ, ბიჭო, არის საქმე. შენ ვერ შეგედრები. სიცხე მაქვს, გავიკეთე ვაქცინაცია და ორთვიანი ჯაჯგური რო არ ყოფილიყო ჩემი თქვენთან სტუდიაში. მოსვლაზე პატიოსას სიტყვას გაძლევთ არ მოვიდოდი, იმიტომ რომ ვარ აი აბსოლუტურად მიკნავრებული. ანუ ვაქცინაციაო. მოგვიგებს. ვაქცინაციაო. მიკნავლებული, გრიგოლ ვაშაძე, მიკნავლებული. აბა ბიჭო, ისა გვარამიასთან არის სტუმრად და არა, გვარამიასთან არის. მიყავი ხმა. აი ტელევიზორს ვარ უყურებ. ტელევიზორს უყურეთ მე. და ხვალ სად გამოვა? აი ნანახი მაქვს. თქვენო ხვალ იქნები თო შეკრებაზე და სიცხე მაქვს და ვერ მივალო. იძახე ხა, დაგეჭირა. აი. კარგად იყო, რა გაიგრძე მოგვიდა. შენ კარგად თამაში. მოდი რა სამი, მოდი. იმიტომ რომ სერიოზული კონკურენტი გქონდა. 1-2 სცენარისტი შემოდით რა ვინც პოლიტიკაში ერკვევით ჩვენზე. უკეთ. აგვახმარეთ, გვიკარნახეთ. შემდეგი. მოიცა, ვინც ავიდნენ, სად ავიდნენ, პატაღძლები იტირიან. ბოდარმელაძეა? ან ეგარი, ან ინგა. ბიჭო, უკან მუსიკის ის ქუდის ტელევიზიის. ბიჭო, ან ნოდარია, ან პატაღძლები იტირიან. ნოდარია? დავარავოთ ნოდარი. ხო დავარ ნოდარიო ნიკომ თქვა. დღეს სეზონის ბოლო ეთერს ხსნით ისევ დიდი ექსკლუზივით. აი სამნი ერთად რა კარგები ვარ. განსაკუთრებით ილო ძალიან დაგვეხმარა. შენი წილი ამხელა. რა ეს ეგაც. პატაღძლები იტირიან. პატაღძლები იტირიან.
ამაშიც რა თქმა უნდა იტყუება და შემიძლია აგერ ეს მეც მაქვს თვები შესაძლებელი და ყობახის შესაძლებელი. დაგვასწრო. ვის დაგვასწრო? გულავა არის, რომელიც ყობახიძეს ეუნება, რომ შევიჭრით თმას გადავიპარსავ, თუ ვინმე შევიდა პარლამენტშიო. არა, მე მგონი, ჩემი ვერსია არის, ის არა ქვია, აკუბარდია. რა, არ სხვენია, ამას არას, როგორ ყველა ფაზაზე შეიძლება გაუშვი. აკუბარდია. ამაშიც რა თქმა უნდა იტყუება და შემიძლია აგერ შემიძლია შესაძლებელი ყობახის შესაძლებელი. დავდო თუ გინდა საჯარო მიძვალო ეხმალტუნი. ვაღიარე, ეხოცები რა, ხალხი დაიმატეთ, ვიღაცები ვინმე შემოდის, მართლა შემოდის, ბიჭო, მართლა დადეთ. მოდი, თემური. აკი, მოდი, მოდი თაკ, მოდი აქ. შენ მოდი აქ, შენ. ელავიცი. აქ დააყენე. მოდი, შენ არ თქვა. ასე. ჩართეთ, მეგობრებო, აპლოდისმენტები ჩვენ სცენარისტებს. იქით არ გადმოდი, აქეთ გადმოდი. მოდი თაკ. ყველამ დაადეთ ხელი. აბა წავიდა. მე აღარ ვაპირებ კონსტატაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროებას დაგვასწრო. შეაჩერეთ? ბიძინა ივანიშვილის ბოლო გამოსვლა არის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ. დიდი მადლობა ბიძინას აპლოდისმენტები. აი რას ნიშნავს ერთობა? აი სად არის ერთობაშია? გავაგზელოთ. ჩაგვხადა იმე. ის შემოსვა დასუსტებულ ორგანიზმს. ვაფიქრე ცოტა ხანს რა. თქვი, გააჩერა, ნიკომ დააჭირა დედას ფიცავად. ის ერთია, ერთადერთია, ის ჰაერია, ის სინათლეა, ის ვაქცინა. ბატონი ბიძინას სამართლიანი მუშტი და აღწობს საქართველოს მტრე. ეგ არის? დასუსტებული. იცი რატო გამოიდი, იმიტომ რომ პაროდია გააკეთა. აბა რა ვიცი რა შენაცვლიშვილი. გავიდა, კაი, მიდი, კარგი. წავიდა, კარგი თამაშია, მიდი. მართალია ვაგებთ, მაგრამ კარგი. რა უშავს? მაგრამ აზარტულად. წლების გადმოსახება. ვიცი, თუ უკეთესად როგორ ნამსახურო? სააკაშვილი. მიშა არა. მიშა. უგებ წლების გადმოსახედიდან მიშა გვესახურებს ქვეყანას. მიშა. ეს მინდორში. ეს ილო იყო. ვიცი, თუ უკეთესად როგორ ნამსახურო? აზრი აღარ აქვს თამაშს მე მგონი აი აზრი რა კიდე მიდი აბა ერთის გახურდა ამდენიც გამოუშვით აღარ მოასწრე ეგრევე რა დამთავრე გადა მისი ძმა და მეგობარი გოგი წულაია რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე ამან ეს ხმა უნდა იცნოს ყველა ეფექტში გატარებული ყველა ხმა ყველა ეფექტში ის დიდი მადლობა ვანოს ეს თამაში დასრულდა ვანოს ტრიუმფალური გამარჯვებით აპლოდისმენტები თუმცა ჩვენ ვიტოვებთ შანსს რომ რევანშით გადავუხადოთ მე ახლა ვეკეთები რომ არავითარი შანსი არ აქვს იქნებ სასაცილო გამოვიდეს კარგი შემდეგ თამაშისთვის ვემზადებით რომანტიული გული. გეცოდინება ეს თამაში, ბევრს აღარ აგიხსნი, მაყურებელმაც კარგად იცის. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თამაშია, იმიტომ. ამიტომაც მოგიმზადეთ. ხო და გუნდებად უნდა გავიყოთ. მე და ნიკო ტრადიციულად, ილო და ვანო ტრადიციულად. აბა თქვენი. მას შევერკინოთ. დავიწყო? ვანო ერთ გუნდში უნდა იყოს კაცო. მინდავინ, მე დავიწყო? კი ბატონო, მე და შენ დავიწყოთ. ვანოს სახეს და ვანოების ცანცარან თუ გინდა აქეთ ვიყუროთ და დაიწყოზე შევხედოთ ერთმანეთს. დაიცაო, ესე ეხლა ის სახე არ მიიღო. დაგინდობ, თავიდან დაგინდობ. ანიკო ის სახე თუ აგებ მაშინ. ერთი თვალი რომ კაცრი. ანა ეს უდაქნათ. ეს უდაქნათ. ერთი თვალი რომ კაცრია. ხალი თვალით რო. ვესა მოემზადეთ? დაიცა? გავასწორეთ სახე. რამე სახე მაგიგე? არის. კომიკური სახე, მო? არა, კაცო. აი, დავიწყოთ. Je vous parle d'un მოკლედ აქ ფრე არის. ფრე, აშკარად ფრე არის. ორივე გაგიწევი. მოდი ჩემო ლამას თმიანი მამა. გავხიარულდი, კარგი იყო. არის. ესენი უკვე შეჩოულები არიან რა. კი, მეც მეგონა შეჩოული ვიყავი, მაგრამ ისეთი კონკურენტი გამოხვედი რომ
ერთი ნახვი შემიყვარდი ტროყიან. ჩვენი ურთიერთობა ეგრე დაიწყო სხვათა შორის. ეგრე. ტექსტი გესმის. ერთი ნახვი შემიყვარდი ტროყიან. სასიმართლო სიმღერას რო ქალს ეგ ჩემსია. ერთი ნახვი შემიყვარდი ტროყიან. მე დავიკერებოდი მაგ სიმღერას. მოდი ნიკო და ვანო შეერთებოდეთ. აბა? ბაბიჭებო? სერიოზული კონკურენტია. ძალიან შეთამაშებული. მე მომიგე, ხო ვაკოცინე. ორივე წინასწარ არის. ორივე აუ ბიჭო. კარგი. დაამთხვიეს. ახლა აქეთ მოიყურები აუ, ჟილკოს. გეხვეწები, ოღონდ აი ეს არ გამიკეთო რა. არა, ეს შენზე აღარ მოქმედებს, უკვე იმუნიტეტი გაქვს ნუგეშინი. ავიდა. მე მაგან გამოცინე. დაიცი, რომ დაგვენგრა ოჯახები. ეხლა ვინები ვერ კინებით. თუ გინდა დაბრუნდით ვანოები ერთად. შენ და ილო გიწევთ. მე და ილო ვიყავით ეხლა. არა, მოდი თქვენ. მე და ვანო. შენ და ვანი ვიყავით. კიდე მე ვარ. კიდე ჩვენ ვარ. აუ ეს სერიოზული კონკურენტია. მე всё, ჩამოვქვეითდი. გაჩერდი ხლა, გაჩერდი, დაიბრუნე ძველი დიდება ვანიჩკა. ძველი. რა მიხდე პროფესიონალიზმი რა. ვიცი ხო? ისეთ სახე უნდა მიიღო. სიმღერის ჩართვას აზრი არ ქონდა. კი, მე მაგით ხელმძღვანელობდი, მაგრამ ხოჩა, აი ესე ჩარტი რა სტრატეგია. მიიღე გამშოლიზე რა. აი ეს არა, ვინ დავრჩი? ორბის თვალა. გამახსენდა ამ ფილმში მე მგონი ეს წელზე მოტიტველი კაცი რო სანჯერიდან რომ ღირს. არის რა მოყოლილი საინტერესო. მოდი აბა. რიხსერება. აი დედა. ნიკოლა პაპა. მე ხარ გამეცი. მოკლედ ეს ნახავს მარტო რუსეთის დისკო კლუბებში აი ეს ცეკვა. იყო ეს ძალიან მოდაში ის პერიოდი, ჩვენ როდესაც დავდიოდით, გავეცეთ და კიდევ რუსეთში უნდა გაიხსენოთ აი ეს იყო სიმღერის. მე დღემდე ეგრე ვჩი. კაი, ვინ არის? მოდი ახალგაზრდობა გაიხსენეთ ისევ თქვენ. მოდი, მე დაგრიგია. ოკეი, მე არ მეცე, ეგ არ გაჭრეს. არ გაჭრეს. Lamas do vídeo, piano, piano. შეგმომა გონახსო კაცური მაშასე ეს თამაში მოდი ვთქვათ რომ ფრედ დავამთავრეთ სინამდვილეში ალბათ თქვენ მოიგეთ მაგრამ სასაცილო იყო თუმცა ჩვენ კიდე გვაქვს თამაში ამ თამაშს ძალიან მალე აგიხსნი რაც ხდება ჩვენ ვიწყებთ შემდეგ თამაშს ჩვენ შემდეგ თამაში ვიწყებთ ბატონო ვანო ეს თამაშიც ასევე გრძელდება გული ბაზრა ქვია ხო ამას ღილაკით დასწრებაზეა ეს თამაშიც უბრალოდ ჩვენ მონიტორზე დავინახავთ როგორ ვთქვათ ორი ადამიანის სინთეზს თამაშს გვია ვისი სახე ვის სახეში ანუ ერთი ადამიანის სახეს გადადებული აქვს მეორე ადამიანის სახე ჩვენ ორივე უნდა გამოვიდეთ ო მე რა არის იცი მაშინ ეს ერთი სახე ალბათ ყველა ვიცნობს მაგრამ ორივე უნდა დავასახელოთ მანამდე ხელს არა ორივე დავასახელოთ მანამდე ხელს არ ვაჭი ორივე სახეს მე მგონი ყველა ვისი სახეა და ვისაშია ეგ შეგვიძლია მაშინ დავიწყოთ მე ვიტყვი რა ერთხელ მაგარის გაზიკი არის უგულავა ადევს ოპახიძეს ხო აბა გაიგამო ავით გააკეთე მოიცით სადამ შემდეგზე გადახვალთ გეხვეწები ის რა ოპოზიცია რო ხარს კი არა ძროხას გავს ეგრე ის ძროხას კი არა ხარს კი უფრო ძროხა გამარტი რაღაც კარგია შემდეგი შეიძლება კაია გავაგზავნე
ვიფიქრე. ხელს უტყავდა. მეორე ვინ არის? მეორე ვინ არის? თორე და მე შემეძლო ხელი დამერტყა. ერთი წუთი. მე გამოვიცანი. არა, ჩვენი ჯერი ხო არის? მაიცა მე უნდა მეთქვა. არა, ჩვენ დავასწარი. არა, ეს არის კვიციანი, არა, ის თოფი უჭირავს. მე კვიციანს ორ. ტურების მკვლელი. ვინ არის? ვასო ხაგაზე ტურების სხვა. ვასო, კი ბატონო, აბა რომ მართლა იმზარ კვიციანი. თათია თოფი მოგიხდა. არა, როგორ ის არის ამას? ობახიზეში და თათია ვასოში. დიდი გავაგზავნოთ, აბა გთხოვთ შემდეგი. რა მაგარია ბიჭო, რა მაგარი. ბიძინაში. ბიძინაში. მიღებულია ეგ. ძალიან დამაბნეველი. დაბლ ბიძინა. ბიძინაში. შემდეგი, ვახ, ჩემ. ოპა. არც ერთი ვიცი და კამპონი ალეკო ელისაშვილის არის? ხო, და წინ არის აჩიკო თალაკვაძე. ანუ ალეკო ვის მოთამაშები? ეს მოთამაშები ფოტოშორის ეგ. შეგენაცვალე. ანუ ეს ალეკო შესულია უკვე ალეკო უკვე. ნამდვილად შესულია პარლამენტში. ბიჭო, რა კარგია ეს ორი ერთად. აბა გეუბნებოდი პინგ-პონგი არა მე გვეთამაშა. გავაგზავნოთ რო ვეთამაშები. შემდეგი თუ შეიძლება. ნიკა? და უკან ის ვინ არის? ნიკა. ლელა წურწუმია. არ არის ლელა წურწუმია. ყველა დააჭირე, აღარ გეთვლება, თუ რასაც გიდა ისილა. არა, ვერცის გვაქვს ესია, დააჭირა რაღაცა სამი ვერსია უნდა თქვა. მოიცა, ხუდი მეცნობა, ერთი წუთი რა, მხოლოდ ქართულია. არა, არ არის. მხოლოდ ქართულია. მერე? მხოლოდ ქართული კი მაგრამ მე ხუარ. შენ გეხურე? ჩვენ ეს ის გემია, ჩვენ რო ვიყავით. ხო, გემი მეცნო, მხოლოდ ქართული. ხო. ჰა? ან მე ვარ ან შენ ნიკა გრიგოლია და ნიკა გვარამია. არა, მე მგონი ნიკა გრიგოლია ილობეროშვილი ხო არ არის? აბა ვერსია დააფიქსირე. ორი გემი რო ეცნოდა ხუდი. ეთქვი ვინ არის? სულ სხვა ვიღაცის მომავდა. ბიჭო, ხა მეც ვერ ვიცი ხელზე რამე. აბა ეგ ასაკ. გიხდება ნიკა. ეგ ასაკ. აბა. გავაგზავნოთ ახალგაზრდებო. ვახ, ჩემ. ვახ, ბიჭო. ნიკა გრიგოლია? მე ვარ რომელიღაცა. და მე ვარ. დაგვასწრეს. ეგ არის. აირები ვარ შეხედე. ვანა. ჩემი და მერის არის. რა კარგი. ეს გამოდი. არა, ბიჭო, რაღაცა ცალცალკე ვიყოთ რა. არ მოდი როგორც ვართ ესე ვიყო. მეგობრებად დარჩით. მინდა. აქეთ გამოიწია შენ ცოტა. ბიჭო, რა ასოციაცია. შემდეგი თუ შეიძლება ჩვენ გვეთვლება ეს გამარჯვება. ჯო ბაიდენი გოგიწულაი არის. რა მაგარი ბაიდენი. როგორ უხდება ამერიკის პრეზიდენტობა? ამ სოფელ სახლებმა. აღშევნე. კაპიტოლიუმში შემოვარდნენ ხობელძაღლი. გავაგზაია. გრიგოლ ვაშაძე და ის რა ქვია ხო. არის ბიჭო ესა? უკან არის ვაშაძე გრიგოლი არის და დიმიტრი ხუნდაძე თუ ხუნდაძე და ვაშაძე. ხო. კიდეა ვინმე? არა, ხუნდაძე და ვაშაძე. ეგ არის ხუნდაძე. გასტანეთად გამოიწვია. ნაკლებად ცნობილ პოლიტიკოსი. ეს შეიძლება იყო გრიგოლ ვაშაძის პარიკიანი ხუნდაძე პირიქით. კი ბატონო, ეგრეთ შეიძლება. რაღაც ისე გავს რა. თუმცა მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ ეს თამაში ამოიწურა. უხრა მოულობებას ჩამოყრავებდების ზარმა. ასე პომპეზურად გაიმარჯვა ვანო ჯავახიშვილმა. მეგობრობა, ძალიან ბევრი გაიმარჯვა მეგობრობა. იმისათვის რომ, აი მოდი კიდე ჩამარტყი ხელი. შენ გამარჯვებისთვის. ლიდერეთის კონტაქტო ლიდერ კარტი, რომელზეც 500 ლარი არის ჩავიდე. ავიდეთ სახინკლეში. დიდი მადლობა. აიდეა. დავწდეთ ერთად. და გამოვიტანოთ ბანკომატიდან. მოვიფიქროთ როგორ გამოვიტანოთ. როგორი ფორმით გამოვიტანოთ ბანკომატიდან. კი, ორი ვარიანტი. აპლოდისმენტები უზარმაზარი, ჯავახიშვილი. ძალიან მაგარი თამაში და გვაჩუქა და ძალიან მაგარი სტუმარი იყო. დიდი მადლობა.